ისრაელის სამხედრო ძალებმა ევაკუაციის შესახებ ახალი ბრძანება გასცეს. ცენტრალური ღაზიდან ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლები. ბრძანება ვრცელდება იმ დანაღმულ ტერიტორიებზე, სადაც ისრაელის სახმელეთო ძალები აქამდე თითქმის არ შესულან და სადაც განთავსებულია საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების ძირითადი ცენტრები. ამიერიდან დეირ ალ-ბალაჰისა და სამხრეთ ქალაქებს რაფაჰსა და ხან იუნის შორის კავშირი წყდება. Ჩვენ შვიდად გვეძინა სახლებში. სიწყნარე იყო, არაფერი ხდებოდა. უცებ თვითმფრინავებიდან ჩამოყარეს ფურცლები, რომლებზეც ეწერა, რომ ჩვენი ტერიტორია წითელ ზონად იყო გამოცხადებული. გაუცებული დავრჩით. მართალია ასეთი შემთხვევა აქამდეც იყო, მაგრამ ასეთ მასშტაბურ არეალზე არასდროს. ახლა თითქმის მთელი დეირ ალ-ბალაჰი, მისი სამხრეთი და დასავლეთი ნაწილები წითელ ზონად არის გამოცხადებული. ხალხი იტანჯება და წუწუნებს. ტრანსპორტი არ არსებობს. ყველა ზურგი თან ხელით მიაქვს თავისი ნივთები და ბომბაც გრძელდება. ისინი ხალხს აფრთხილებენ და სულ ახლახან ააფეთქეს აბუ მაგასის სახლი. ადრეც გააფრთხილეს მოსახლეობა, თუმცა ევაკუაცია ვერ მოასწრეს. გაერო ცდილობს დააზუსტოს, გაიცა თუ არა ევაკუაციის ბრძანება მისი ობიექტების მახლობლად, დეირ ალ-ბალაჰის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. გაოცებული ვიყავი, ყველგან ბომბებია, ევაკუაციის ბრძანების შესახებ ფურცლები ჩამოყარეს. ახლა ხან იუნისის ყველა მსხვერპლი ევაკუირებულია. მუვასიში ფიზიკურად არ დარჩა ადგილი, რომ ხან იუნისის მოსახლეობა იქ გადავიდეს. რაფაჰიც მთლიანად ევაკუაციის ზონაშია. ახლა დეირ ალ-ბალაჰის ნახევარიც, აბა სად უნდა წავიდეთ? ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები კატარში ამ ეტაპზე უშედეგოდ მიმდინარეობს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სამხედრო წნეხის გაძლიერება ჰამაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას დააჩქარებს. ისრაელის სამხედროების თქმით კი ისინი უკვე აკონტროლებენ ღაზის ტერიტორიის 65%-ზე მეტს. ცენტრალურ ღაზაში მცხოვრებ ათასობით ადამიანს ახლა მხოლოდ ის აინტერესებს, სად უნდა წავიდნენ და რამდენხანს გაგრძელდება ევაკუაციის პროცესი.